ის გვიყვება იმაზე, თუ რატომ გადარჩა ზოგიერთი ადამიანი იქ, როდესაც სხვები უბრალოდ ნებდებოდნენ. ალბათ ხვდებით, რამდენად ერთი სული მაქვს, რომ ეს წიგნი წავიკითხო. ეს წიგნი გარკვეულწილად ძალიან გავს შიმშილის თამაშებს და ავტორს პლაგიატშიც კი ადანაშაულებენ. სამწუხაროდ მე თვითონაც მაქვს შეცდომები დაშვებული ამ კუთხით. პირადად მე ამ საკითხზე უკვე წლებია ვმუშაობ და გულწრფელად ვაღიარებ, რომ რაც დავიწყე ამ საზღვრების დაწესება, ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. მოგესალმებით და გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. როგორც იცით, აპრილის ბოლოს იყო წიგნების ბაზრობა თბილისში და ყველგან ხვდება ვიდეოები თუ რა შეიძინეს მკითხველებმა, რა სიახლეები იყო და მეც გადავწყვიტე, რომ გაგიზიაროთ ის ახალი წიგნები, რომლებიც შემოემატა ოჯახს. ამ ბოლო პერიოდში ჩვენი ბიბლიოთეკა შედარებით გაიზარდა. რამდენიმე წიგნი მე თვითონ შევიძინე, რამდენიმე ჩემს მეუღლეს საჩუქრეს დაბადების დღეზე და ჩემი ერთ-ერთი საჩუქარიც წიგნი იყო და ასევე ჩემმა მეუღლემაც მაჩუქა ულამაზესი წიგნი, რომელიც ძალიან მინდა რომ განახოთ. ასე გამოიყურება ჩვენი ახალი წიგნები. ალბათ მარტივად მიხვდებით ჩემები რომლებია აქედან. ეს მოხატული გვერდები არის ჩემი სისუსტე. რა ვქნა? ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი წიგნი, რომელიც მინდა რომ განახოთ, არის ვიქტორ ფრანკლის Men's Search for Meaning. ეს წიგნი ძალიან აინტერესებდა ჩემს მეუღლეს და ვერსად ვერ ვნახეთ აქ მაღაზიებში და საბოლოოდ Amazon-იდან გამოუწერე საჩუქრად. ვიქტორ ფრანკლი იყო ავსტრიელი ფსიქიატრი, რომელიც მოხვდა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში. და ამ წიგნში გარდა იმისა, რომ ის აღწერს იმ საშინელებებს, რაც იქ ხდებოდა, ის გვიყვება იმაზე, თუ რატომ გადარჩა ზოგიერთი ადამიანი იქ, როდესაც სხვები უბრალოდ ნებდებოდნენ. მან შექმნა ლოგოთერაპია, ეს არის ფსიქოლოგიური მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის მთავარი мотиваცია არა სიამოვნება ან ძალაუფლება, არამედ ცხოვრების აზრის პოვნა. და სწორედ ამაზეა აგებული ეს წიგნიც, ავტორი განიხილავს იმას, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა ცხოვრების არსი და გარდა ამისა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რაც არ უნდა ხდებოდეს და როგორ სიტუაციაშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის გვქონდეს იმედი. ძალიან საინტერესო ჩანს ნამდვილად ეს წიგნი. ალბათ საკონცენტრაციო ბანაკზე უარესი რამ ფიზიკურად შეუძლებელი ადამიანმა წარმოიდგინო და გულწრფელად ძალიან მაინტერესებს, როგორ გადარჩნენ ეს ადამიანები და როგორ შეინარჩუნეს იმედი. ჩემმა მეუღლემ უკვე წაიკითხა ეს წიგნი და იყო აღფრთოვანებული, რაღაც გარკვეული მონაკვეთები მოინიშნა კიდეც და მაშინვე მირჩია მეც წაკითხვა. რა თქმა უნდა, მეც ვაპირებ და შემდეგ აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს დაბეჭდილებას. შემდეგი წიგნი არის Ryan Holiday's Stillness is the Key. დღევანდელობაში მშვიდად ყოფნა არის ფუფუნება. გარდა იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რაღაც პირადი გამოწვევები, თითქოს სამყარო უკვე ისეა მოწყობილი, რომ ყველა მხრიდან მუდმივად ვიგებთ ძალიან ბევრ უარყოფით და ნეგატიურ ინფორმაციას. ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ადამიანმა მშვიდად და წყნარად იცხოვრო. სწორედ ამაზე საუბრობს Ryan Holiday თავის წიგნში და გვიზიარებს იმას, რომ ყველაზე წარმატებული ლიდერების, სპორტსმენების თუ არტისტების მთავარი იარაღი ყოველთვის იყო სიმშვიდე. ავტორი გვიხსნის, რომ სიმშვიდე არ არის უმოქმედობა ან სიზარმაცე, პირიქით. ეს არის უნარი, რომ შეინარჩუნო წონასწორობა მაშინ, როდესაც გარშემო არის ქაოსი და ყველაფერი ინგრევა. და ის ეყრდნობა ისეთ მოაზროვნეებს, როგორებიც არიან მარკუს ავრელიუსი, კონფუცი და სენეკა. ავტორი გვასწავლის, თუ როგორ უნდა გავფილტროთ ზედმეტი ინფორმაცია, როგორ უნდა ვმართოთ ბრაზი და ეგო და გარდა ამისა გვაჩვენებს ჯანსაღი ჩვევებისა და რუტინის მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება ეს ავტორი და ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვქონია ეგეთი მომენტი, როდესაც სიმშვიდე დაგვიკარგავს. სამწუხაროდ მე თვითონაც მაქვს შეცდომები დაშვებული ამ კუთხით და ხვდები, რომ რაც არ უნდა მართალი იყო ადამიანი, თუ ამ ყველაფერს მშვიდად, წყნარად არ გამოხატავ და აყევი ემოციებს და ბრაზს, ვერასდროს ვერ მიიღებ სასურველ შედეგს. ასე რომ ვფიქრობ ძალიან საინტერესო წიგნი იქნება და რა თქმა უნდა ამის წაკითხვასაც აუცილებლად ვაპირებ. შემდეგი წიგნი არის Vanessa Patrick's The Power of Saying No. რამდენჯერ გითქვამთ ცხოვრებაში რაღაცაზე კი, როდესაც მთელი გულით გსურდათ გეთქვათ არა. მე პირადად ძალიან ბევრჯერ. ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ უარის თქმა ადამიანისთვის არის უხერხული და არ შეიძლება. არა და ხანდახან ეს ჩვენი ნათქვამი არა არის საკუთარი თავის პატივისცემის უმაღლესი ფორმა. სწორედ ამ საკითხს განიხილავს ვანესა პატრიკი თავის წიგნში და გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზღვრების დაცვა ურთიერთობებში და საკუთარი თავის დაპრიორიტეტება.
ავტორი საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვუთხრათ ადამიანებს უარი, თუნდაც სადმე გასვლაზე, შეხვედრაზე და ასე შემდეგ, თუ რეალურად ამ დროის გამოყენება გვინდა საკუთარი თავისთვის, ჩვენი ჰობისთვის, დასვენებისთვის, ანუ უბრალოდ ოჯახთან ერთად ყოფნისთვის. და ასევე ერთ-ერთი მთავარი სათქმელი არის ის, რომ უარის თქმა არ არის დანაშაული. და პირიქით, ის გვეხმარება, რომ ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი და გულწრფელი ურთიერთობები. პირადად მე ამ საკითხზე უკვე წლებია ვმუშაობ და გულწრფელად ვაღიარებ, რომ რაც დავიწყე ამ საზღვრების დაწესება, ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ. თუმცა რა თქმა უნდა კიდევ მაქვს სამუშაო და ძალიან მიხარია ამ წიგნის არსებობა და აუცილებლად წავიკითხავ. ახლა კი დროა გადავიდეთ ჩემს წიგნებზე. და პირველი წიგნი არის ლორენ რობერტსის Powerless. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ეს წიგნი უკვე ქართულადაც არის და წიგნის ბაზრობაზე იყო ერთ-ერთი მთავარი სიახლე. თანაც აქვს ულამაზესი გამოცემა ქართულადაც და მე მგონი მაგასაც ვიყიდი, რომ ჩამოვალ. ეს არის დელუქს გამოცემა, მე რაც მაქვს, სხვათა შორის ახლა ვკითხულობ. რაც შეეხება შინაარსს, აქ სამეფო არის დაყოფილი ორ ნაწილად, არიან ელიტები, ვისაც აქვს რაღაც მაგიური ძალები და არიან ჩვეულებრივები. ამ ჩვეულებრივებს ამ სამეფოდან დევნიან და კლავენ. და ყავს ესე იგი პეიდენი, გოგო, რომელიც არის ჩვეულებრივი, მაგრამ თავს ასაღებს ელიტად და ყავს უფლისწული კაი ელიტების წარმომადგენელი, რომელსაც ევალება ამ ჩვეულებრივების მოშორება. ეს წიგნი გარკვეულწილად ძალიან გავს შიმშილის თამაშებს და ავტორს პლაგიატშიც კი ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რაც წავიკითხე, ძალიან მომწონს და ყავს ძალიან კარგი წყვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესი და უკეთესი გახდება, ჯერ კიდევ მაქვს საკმაოდ დარჩენილი და შემდეგ უკვე აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას. შემდეგი წიგნი, რომელიც უნდა განახოთ, მაჩუკა ჩემმა მეუღლემ, თვითონ არჩია, მე არაფერი არ ვიცოდი ამ წიგნის შესახებ და ეს არის V.E. შვაბის The Invisible Life of Eddie LaRue. ეს არის ილუსტრირებული გამოცემა და რა თქმა უნდა ილუსტრაციები დამატებითი ხიბლია ნებისმიერი წიგნისთვის. მინდა რომ აი ამ ჩასტების გარეშეც განახოთ. ულამაზესია. და ნუ რა თქმა უნდა მოხატული გვერდები. და რაზეა ეს წიგნი. ისტორია იწყება 1714 წელს. ყავს მთავარი პერსონაჟი ფრანგი ქალი ადელაინი, შემოკლებით ედი, რომელსაც არ სურს რომ კონდეს ჩვეულებრივი და მოსაწყენი ცხოვრება. სწორედ ამის გამო ის გარიგებას დებს ბნელ ძალებთან და ხდება უკვდავი. თუმცა უკვდავებას რა თქმა უნდა ყოველთვის აქვს თავისი საფასური. ამ შემთხვევაში საფასური არის შემდეგი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ადელაინს გაიცნობს, როგორც კი მას თვალს მოაშორებს, მაშინვე დაავიწყდება მისი ვინაობა. სწორედ ამიტომ ხდება ადელაინის ცხოვრება ერთგვარად უხილავი. 300 წლის განმავლობაში ადელაინი მოგზაურობს სხვადასხვა კონტინენტზე და ყველაფერი თავდაყირადგება მას შემდეგ, როდესაც ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ პატარა წიგნის მაღაზიაში ხვდება ბიჭს, რომელსაც მისი სახელი ახსოვს. ალბათ ხვდებით, რამდენად ერთი სული მაქვს, რომ ეს წიგნი წავიკითხო. რა თქმა უნდა, როგორც კი მაჩუქა ეს წიგნი, ეგრევე ვნახე ყველა შეფასება, ვუყურე ყველა ვიდეოს სპოილერების გარეშე და მკითხველები არიან უბრალოდ აღფრთოვანებულები და ემოციებით სავსე. ასე რომ მეც ერთი სული მაქვს, რომ გადავეშვა ამ ჯადოსნურ სამყაროში. და ბოლო წიგნი ჩვენს დღევანდელ ვიდეოში არის Sarah Bet Darstys The Far Away In. ახლა რა მოხდა? გუშინ მე და ჩემი მეგობარი ქეთი ვიყავით ფული ბუქთში, ვათვალიერებდით წიგნებს. ერთ წიგნზე ვფიქრობდი, რომ შემეძინა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი და ერთ-ერთ კუთხესთან როდესაც ვიდექით, მე უკვე შემოbrunებას ვაპირებდი, როდესაც ქეთიმ დაიძახა, ვაიმე რა ლამაზიაო. ეგრევე შევბრუნდი, მეთქი რომელი და დამანახა აი ეს წიგნი და შეხედეთ უბრალოდ როგორი ჯადოსნურია და მართლაც რა სილამაზეა. და აი ეს მოხატული გვერდები არის უბრალოდ საოცრება. და უბრალოდ რანაირად არ უნდა მიყიდა აი ეს ჯადოსნურობა, არ ვიცი და ვიყიდე. ასე მოხდა ეს წიგნი ჩემთან. და კიდევ ერთხელ მადლობა ქეთის, რომ აი ეს საოცრება დაინახა და ეგრევე დამიძახა. რაც შეეხება შინაარსს. მთავარი პერსონაჟი არის 16 წლის კალისა, რომელსაც გულს ткენს თავისი შეყვარებული. კალისა მას დაშორდება და უნდა რომ გამოიცვალოს გარემო. სწორედ ამ მიზნით ის ჩადის დეიდამისთან, რომელსაც აქვს საოჯახო სასტუმრო. თუმცა იქ ჩასულ კალისას ეს სასტუმრო ხვდება ძალიან სავალალო მდგომარეობაში და გარდა ამისა დეიდას არ სურს მისი იქ ყოფნა.
თუმცა ეს გოგონა მარტივად არ დებდება და დეიდამის დაითანხმებს, რომ ზაფხულის განმავლობაში დაიტოვოს და სანაცვლოდ ის დაეხმარება სასტუმროს მოწესრიგებაში. რაც დრო გადის, ძალიან უცნაური ეჩვენება ეს სასტუმრო და განსაკუთრებით უცნაური ეჩვენება აქ მყოფი სტუმრები. თითქოს ისინი ამ სამყაროდან არ არიან. და საბოლოო ჯამში ვიცით, რომ ამ ადგილს მართლაც აქვს რაღაც მაგიური საიდუმლო, რომელიც აუცილებლად უნდა გაარკვიოს ამ გოგონამ. როგორც ვიცი, ეს წიგნი არის ძალიან საყვარელი და თბილი და მყუდრო წასაკითხი და ნამდვილად მჭირდება ასეთი წიგნები, რაც შეიძლება ბევრი, რადგან ხანდახან ძალიან გადავაბამ ხოლმე ემოციურ მძიმე წიგნებს და აუცილებელია ამოსვლა თქვათ შუალედებში. ასე რომ სრულიად მზად ვარ, რომ გადავეშვა აი აქ და მივიღო დადებითი და კარგი ემოციები. ესეც ასე ვიდეო მიუახლოვდა დასასრულს. დარწმუნებული ვარ, რომ წიგნის ბაზრობაზე უამრავი წიგნი შეიძინეთ და გთხოვთ, რომ გამიზიაროთ კომენტარებში. ასევე თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყეთ, რომ დაალაიქოთ და თუ წიგნები გიყვართ, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!